ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბიძინა გიორგობიანი, ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, რომ მონახეთ და მოგზავნით ჩვენთან და როგორ თემა მინდა შემოგთავაზოთ განსახილველად, ბუნებრივი რეგიონი, რომელიც უკავშირდება ასევე თქვენი პარტიის სახელწოდებასაც, იმ თვალსაზრისით, რომ აქტუალური არის ხა როგორ პოზიციას დავიკავებთ ჩვენ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას და ალბათ ზოგადადაც იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გადარჩეს. აი ესეთი ინფორმაცია ვნახე მე გუშინ, რომ ჩეს ფრიმენი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწე და ასევე საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა ქარიშხალი უდაბნოში. მე მგონი იქიდან დაიწყო მთელი ეს უბედურება ახლო აღმოსავლეთში, იქიდან არა, მაგრამ ნუ ძირითადად ის რაც ახლა ხდება, ალბათ იქიდან იღებს სათავეს და ის აცხადებს, რომ თქვათ ირანზე თავდასხმა გამოიწვევს რეგიონულ ომს, რომელიც შეეხება სამხრეთ კავკასიასაც და რომ ჯეიდი ვენსის ვიზიტი, რომელიც შეფუთული იყო მშვიდობო ხელშეკრულებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სინამდვილეში მიზნად ისახავდა მოსინჯვას, იმ ნიადაგის თუ თანხმობის მიღებას აზერბაიჯანსა და სომხეთისგან, რომ მათ ტერიტორია იყოს გამოყენებული ირანის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით, აი პირველი თავდასხმისას ამ ბოლო პერიოდში ისრაელისა თითქოს იყო გამოყენებული აზერბაიჯანის ტერიტორია და ასევე აზერბაიჯანი ცუდად იქნა ნახსენები უარყოფით კონტექსტში ნახსენები რაისის ირანის პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტის, წინა პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტში. ასევე თითქოს F-16-ები და F-35-ებია ბაზირებული სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც ალბათ ნაკლებად სავარაუდო არის. ბუნებრივი მდგომარეობა შევიტყობდით, ესე ჩუმად ვერ მოხდებოდა ამის განთავსება და ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება, მე ვიცი თქვენ 3+3 ფორმატის მომხრე ებრძანდებოდით და ფაქტობრივად ეს ძალიან უსიცოცხლო თუ ხანმოკლე სიცოცხლის მქონე გაერთიანება თუ იდეა აღმოჩნდა და ახლა როგორი ძალთა თანაფარდობა არის მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტის გათვალისწინებით სამხრეთ კავკასიაში, ზოგადად კავკასიაში და ალბათ მახლობელ აღმოსავლეთშიც. ძალიან ვრცელი კითხვა. ხო, ვრცელად გამომივიდა, მე შევეცდები, რომ შემდეგ უბრალოდ უკვე რაღაც მივართულებები და დავიწყოთ იქიდან, რომ მომხრე კი არ ვიყავი 3+3 ფორმატის, ეს ფორმატი იყო ჯერ ჩანასახოვან დონეზე. იდეის დონეზე და იქ ლაპარაკობდნენ ჩვენზე და ჩვენ იქ არ ვიყავით, უბრალოდ მე ყოველთვის ვამბობდი ყველა ეთერში, რომ იქ სადაც ჩვენზე ლაპარაკობენ, ჯობს რომ ვიყოთ ჩვენს და ჩვენ შესახებ ინფორმაციას და ჩვენ პოზიციას ვაწვდით ჩვენ თვითონ ვიდრე არ ვიყოთ რაღაც გაბუტული ბავშვების იმაში რა ქვია პოზიციაში. ეხლა დავიწყოთ თავიდან იქ რაც ითქვა ირანთან დაკავშირებით. ირანთან სამხედრო დაპირისპირება, რაც ძალიან დიდი ალბათობით ძალას იკრებს, იმდენი იარაღი დაგროვდა ირანის გარშემო, თვითონ ირანში იმდენი სახელმწიფოები თანამშრომლობენ ირანთან, როგორც ირანის მხარდამჭერები, რუსეთი, ჩინეთი, თვითონ ძლევამოსილი სახელმწიფოა და ეს არ არის რაიმე პატარა ისეთი ქვეყანა, რომელსაც უცებ მოუღებენ ბოლოს. და მისი მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირე, რომლებიც შეიძლება რომ ამ სამხედრო დაპირისპირებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. მეორე ავიამზიდი შედის უკვე ირანის ყურეში, მაგრამ აქ რთულია თქმა იქნება რამენაირად მოხდეს ისე, რომ ყველას ვინც რეალურად აღიქვამს ამ ძალების თანაფარდობას ისრაელის ჩათვლით, თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგია ამ ომის პირდაპირ ესე დაწყების, ვინაიდან თუ ჩქარა არ დამთავრდა ეს ომი, თუ დაიწყება, ხო, ხანგრძლივ ომში ირანზე თავდამსხმელი ქვეყანა იქნება წაგებული. ეს არის ცალსახავი, არა მხოლოდ სახმელეთო ოპერაციაზე, არამედ აი სარაკეტო ომიც და სარაკეტო ბრძოლაც როგორ დამთავრდა. თქვენ გახსოვთ, სულ უკანასკნელი ომის დროს რაღაცა 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ომი და რაც უფრო ხანგრძლივად მიდიოდა, უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ვერანაირი რკინის გუმბათი და ისეთი თავდაცვის სისტემები ეფექტურად ვერ მუშაობდა ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობის წინააღმდეგ, იგივე ისრაელის მიმართულებით, იგივე იქნება და თუ უფრო უარესი არა ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდებზე და მის თანხლებ იმასე რა ქვია ქარავანზე, რომელიც მასთან ახლოს, როგორც მომსახურე. უფრო უარესი იქნება, იმიტომ რომ ირანს გააჩნია წყალქვეშა ნავების დიდი არმადა არ ყავს, მაგრამ წყალქვეშა რაკეტები ბევრი აქვს მას.
და აქედან გამომდინარე ეს ომი იქნება დაუნდობელი და ძალიან სისხლიანი ომი, რომელიც არ დამთავრდება წარმატებით არც ერთი მხარისთვის. თუ შევხედავთ იმ თვალსაზრისით ჩვენ ამას შეიძლება თუ არა ირანი გამოიყენოს ჩინეთმა და რუსეთმა როგორც პროქსი ქვეყანა, როგორც უკრაინა გამოიყენა დასავლურმა პოლიტიკურმა და სამხედრო ძალებმა რუსეთის წინააღმდეგ. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ ამ შესაძლო კონფლიქტს არ არის გამორიცხული რომ ესე მოხდეს. თუმცა ირანს მაინც შესწევს უფრო მეტი ძალა და სიბრძნე ვიდრე უკრაინას და ირანის პოლიტიკური ხელისუფლება და რელიგიური ხელისუფლება უფრო სხვა მოტივებით მოქმედებს ვიდრე უკრაინის. განსხვავება იქნება, მაგრამ შინაარსობრივად შეიძლება რომ ირანი იქნას გამოყენებული როგორც ახალი საბრძოლო რაღაც ტერიტორია, პროქსი ქვეყანა. როგორც იყო ირან-ერაყის ომის დროს, გახსოვთ თქვენ მთელი რამდენი 10 წლეულზე მეტი მიდიოდა ეს ომი და ორივე ქვეყანას იყენებდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც პროქსი ქვეყნებს ერთმანეთთან დაპირისპირებაში. სამხრეთ კავკასიაში ამ მაგრამ ბატონო სანამ დიახ სამხრეთ კავკასიაზე გადმოვალ თუ შეიძლება იქ დავაზუსტებ რომ პრინციპში ბრიქსის დგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუ კი ეს გზა დაიკეტა სახმელეთო გზას გულისხმობ რუსეთსა და ირანს შორის და საერთოდაც ამერიკის შეერთებული შტატების აქტივობები ჩინეთის წინააღმდეგ არის ხო მიმართული გასაგები ექნება ეს ვენესუელა მიხედვით ვენესუელას შორს არის და ირანი ეს ერთი ჯაჭვია თითქოს და აი ამდენად ჩინეთი გაიღებს დიდ ძალისხმევას ანუ დიდი ალბათობით ჩინეთს უნდა უნდოდეს ირანის გამოყენება როგორც პროქსი ქვეყნის და ემთხვევა თუ არა რუსეთსა ჩინეთის ინტერესები ამ დროს ერთმანეთს. იცით რა არის პროქსი ქვეყანა თუ გამოიყენებენ ირანს შეიძლება რომ რუსეთის და ჩინეთის ინტერესები ამ შემთხვევაში დაემთხვეს იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩინეთი თავის ენერგომატარებლების ძალიან დიდ ნაწილს იღებს ირანიდან და მას ამ ტერიტორიის და ირანის დაკარგვა რაღაც ძალიან უკან დაწევს და გახდის აბსოლუტურად დამოკიდებულს რუსეთს. ამ ბრიქსთან დაკავშირებით და ამ 3+3-თან დაკავშირებით თქვენის ნებართვით თუ გექნებათ რომ მე ცოტა უფრო ცლად მერე ვისაუბრებ და მოდით ამ ბრიქსთან დაკავშირებით და გავაგრძელებ სამხრეთ კავკასიას. კი ბატონო და შემდეგ მეორე ნაწილში მაშინ მეორე ნაწილში ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ აი ამ ბრიქსთან დაკავშირებით და ეს 3+3 რავი ფორმატი არ იყო ეს იყო ინიციატივა უბრალოდ ამდენიმე შეხვედრა ჩატარდა, მაგრამ ვერ პოვა ამან განვითარება, იმიტომ რომ აქ იმდენი ინტერესთა სხვადასხვაობაა, რომ ძალიან ბევრი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ინსპექტირება სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც შეფუთული იყო იმით, რომ აი იქ სომხეთს თითქოს რაღაც ატომური მშვიდობიანი ატომის განვითარებაში რაღაცა მილიარდები უნდა ჩადოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იქ უწოდა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო რაც მისი რწმენიდან გამომდინარე ძალიან დიდ ღირებულებას წარმოადგენს და ნამდვილია ახლა ეს რაიმე ტყუილი არ უთქვამს დიახ ასევე აზერბაიჯანში და უშოთ იქ აზერბაიჯანთან ესეთი გემებიც კი დაპირდა აზერბაიჯანს, ოღონდ როგორ უნდა ჩავიდეს აზერბაიჯანში ეს გემები, ეს უკვე აღარ. მე თვითონ კატარღებია ესეთი ინფორმაცია მქონდა გემები კატარღებია. ალბათ აზოვის ზღვიდან რაღაცნაირად შეიტანენ, სავარაუდოდ ხო. თუმცა მე მგონი რომ მაინც სერიოზული დაპირებები არ იყო, ეს იყო უფრო ჩანდა რომ უფრო სხვა მიზანი ჰქონდა ამ მოგზაურობას. უკაცრავად ეს იმას ხო არ გავდა აზერბაიჯანში. ბუშის აღარ მახსოვს ბუშის ვიზიტამდე თუ ვიზიტის შემდეგ თუ იმ პერიოდში ეს ამერიკული მძიმე ტექნიკამ რო ჩაიარა ჩვენ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომაგისტრალზე ხო რაღაც დაახლოებით ამდენგვარი. იმ მაგისტრალზე რო ჩაიარა ბუშის ვიზიტის შემდეგ იმ მაგისტრალიდან 15 კილომეტრში დგანან ახლა რუსეთის მძიმე ტექნიკა. ძალიან ისეთ შედეგი მოაქვს ხოლმე აი ამ დიდი ქვეყნების ლიდერების სტუმრობებს თუ კი ეს არ არის მეზობელი დიდ ქვეყნებთანაც რაღაც თანხმედრაშია რა მე შედეგი მოაქვს ხოლმე იმ პატარა ქვეყნებისთვის სადაც ისინი სტუმრობენ და სტუმრობის პერიოდში აი გახსოვთ თქვენ რომ როგორი ეიფორია იყო 2005 წელს საქართველოში დღემდე გვაქვს ბუშის სამხელა ქუჩა აეროპორტში მიმავალი
რაც მე მგონი არ ვიცი ცოტა უცნაურად გამოიყურება თბილისში დღეს ხო და რო დაუბრუნდეთ უკან ესე იგი ამიერკავკასიაში გავლენას აი ამ შესაძლო კონფლიქტის ეს შესაძლო კონფლიქტი ამიერკავკასიაზე რა თქმა უნდა იქონიებს გავლენას პირდაპირ ემიჯნება აზერბაიჯანს სომხეთი და პირდაპირ ემიჯნება ირანს სომხეთი და აზერბაიჯანი და ალბათ ნიშანდობლივი იყო რომ ამ ორ ქვეყანაში შედგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი და არა საქართველოში რომელიც უფრო ჩრდილოეთითაა და უფრო ნეიტრალურ პოზიციას ამჯობინებს ბოლო წლებია და ძალიან კარგად აღწევს თავს იმ განსაცდელს რომელიც განსაცდელის მუდმივად ტრიალებს სამხრეთ კავკასიაში ამ პატარა ქვეყნების წინაშე. შეიძლება თუ ეს კონფლიქტი განვითარდა და ხანგრძლივ ომში გადაიზარდა და იმ შემთხვევაში თუ სომხეთი და აზერბაიჯანი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ მოქმედებების ირანი რა თქმა უნდა განაცხადა კიდევაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ ეს ქვეყნები იქნებიან მათი კონტრღონიზიების და კონტრდარტყმის ობიექტები. ჩვენ რა თქმა უნდა საერთოდ არა იქიდან გამომდინარე რომ ყველაფრის გვეშინია და რაღაცა საერთოდ უცხო იმპერიების, უცხო ძალების, შორეული ძალების, დიდი იმპერიების საკუთარი ინტერესების მქონე პოლიტიკური მიზნების მქონე დიდი ქვეყნების შემოყვანა ამ რეგიონში სადაც ისტორიულად იყო დაპირისპირება ბევრ იმპერიებს შორის და ხდებოდა ხოლმე ამ სავაჭრო გზების და სტრატეგიული დანიშნულების პორტების იქნება ეს თუ იგივე კომუნიკაციების კონტროლის სურვილი და ამ დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ არანაირად არ უჭერთ მხარს რომელიმე დიდი იმპერიის აქ გაბატონებას ვიღაც ახალი დამატებითი იმპერიების შემოსვლას ეკონომიკურად, ფინანსურად და უშუალოდ იქ სხვა პროექტების თვალსაზრისით, რომლებიც ადგილობრივ ჩვენს ინტერესებს ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენ, მაგრამ ესეთი სამხედრო კონფლიქტში ვინმეს მხარეს მხარდაჭერას ჩვენ ალბათ მხარს არ დაუჭერთ არანაირად და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც დიდი განსაცდელი ააშორა უკრაინის ომის სახით საქართველოს ამ შემთხვევაშიც გამოიჩენს სიბრძნეს და არ აყვება და უშუალოდ დაყვავებას, შესაძლო დაყვავებას ახლა შეიძლება უცებ რომელიმე მხარემ ძალიან ისე ფართოდ გაუღიმოს და უთხრას რომ აი ჩვენ ძალიან გულივთ კი ვარ რომ ესე ამ წლების განმავლობაში ეს ცუდად გექცეოდით თქვენ და ახლა გვინდა თან ეს მოტივი შეიძლება ორივემ დაასახელოს ამერიკის შეერთებულ შტატებმაც და რუსეთმაც. დიახ, რომ აი ჩვენ ახლა აი ტერიტორიულ იმაზე ვილაპარაკოთ ახლა რაიმე დოგმატი არ არის ვინმეს აღიარება ჩვენგან და რაღაც ანუ ეს შეუძლიათ მათ არა манипуляციაში გამოისა და მე ვატყობ რომ საქართველოში ჩვენი პოლიტიკური კლასიც არის ძალიან ისეთი რომ ელოდება ესეთ როდის გადაუსვამენ თავს და ხელს რა კარგი ბიჭები ყოფილხართ თქვენ ელოდებიან და აი უცებ მე მეშინია იმის რომ არ თქვა რომ აი დაგვიბრუნდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეის სტატუსი უკან და ეხლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ქართველებს გვჩვევია როგორც ავღანეთში მივიღეთ მონაწილეობა და ასე შემდეგ არა მე არ ამგონია რომ ესე მოხდეს მაგრამ მაინც მეშინია სადღაც გულის სიღრმეში ამის ვინაიდან სულ მუდმივად აი იძახია სიამაყით რომ აი ავღანეთში რო ვიყავით და რა გვინდოდა იმ ავღანეთში ამაზე მე პირადად პასუხს ვერ და ვერც ვერანაირ დივიდენდი ვერ მივიღეთ აი სომხეთი აღნიშნა ვენსმა რომ როგორი დიდი ის გაიღო წვლილი თურმე და სომხეთს და აზერბაიჯანს მინიმალური წვლილი აქვს გაიღებული. სომხეთი არ ვიცი აზერბაიჯანმა 30 ადამიანი ყავდა. სომხეთს 1-2 აი ძალიან 10-მდე ყავდა სომხეთს. ჩვენ ახლა ხო არავის არ ვეჯიბრებით საერთოდ მე ვკითხულობ რა გვინდოდა იქ. და მაგას ბაზრი არ ქონდა მე. ისტორიულად რამდენჯერმე იყვნენ ქართველები ავღანეთში და ის ავღანელები საქართველოში არ მოსულან არასდროს და ხო აი რაღაც უცნაურობაა ეს. ეხლა რო დაგვატიჟონ ჩვენ რო გაგვიღიმონ ფართოდ და გითხრა რომ აი აღვადგენ თქვენთან სტრატეგიულ მოკავშირეობას და ეს რა გვიქნია ეს ბაიდენის ბრალი იყო ყველაფერი და ჩვენ უნდა ყველაფერი აღვადგინოთ ახლა საქართველოსთან უნდა მივანიჭოთ ნატოშიც უნდა მივიღოთ სენტოშიც და თუ კი რამეა ყველგან ეს ისეთი ხალხია და იმდენი რამე გადაიტანეს ჩვენი არასწორი მოპყრობის გამო და აი კაია კალას
იმას ვიზავთ სამაგალითოდ და ის მარტა კოს ხო ეს ამან ჩვენზე არ უნდა იქონიოს გავლენა იმიტომ რომ ჩვენ აქ არ უნდა დაუჭიროთ სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე რომელიც არ ერჩის საქართველოს მომავალს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და საქართველოს მიზნებს თუ არ ერჩის ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ნეიტრალური ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველასთან პოლიტიკური ურთიერთობა ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტაზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მოწყობაზე და არა იმაზე დაუშვათ იქ ურმუზდის სრუტიდან რამდენი გემი გავა და რამდენი მილიარდერი დაემატება იმის Forbes-ის სიას. ეს ჩვენი საქმე არ არის და ამის დევნამ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში გამოკეტა და მეორე პრეზიდენტიც აესე რაღაც შეშლილივი დადის ქუჩაში ზევითქვევი და გაიძახის რომ ისევ პრეზიდენტი ვარ მე. უნდა ჩვენ ვიყოთ რეალისტები და არ უნდა ავცდეთ რეალურ პოლიტიკას და საქართველოს ინტერესებს ვიცავდეთ ყოველთვის და ყველა ნაბიჯზე. სამხრეთ კავკასიას რო დაუბრუნდეთ ისევ და ამ ომის გავლენას, ამ ომს რა თქმა უნდა გავლენა ექნება, პირველ რიგში გავლენა ექნება ეს სომხეთზე, პირველ რიგში სომხეთზე და აზერბაიჯანს. იმიტომ რომ ეს სუსტი რგოლია. აზერბაიჯანს პირდაპირ ესე ვერ იმას ვიზავენ, რა ქვია, ვერ დაჩაგრავენ ბოლომდის, თუმცა ალბათ ექნება თუ განხორციელდა რაიმე სამხედრო მოქმედება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მაგრამ აზერბაიჯანის უკან უნდა გვახსოვდეს ჩვენ ერთიერი ორი სახელმწიფოს პრინციპი, რომელსაც თურქეთი აღიარებს. ამიტომ პირველი ყველაზე დიდი საფრთხე ელით სომხეთს და სავარაუდოდ საქართველოს ექნება უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა და რაღაც აისახება ეს ჩვენ ეკონომიკაზე, შეიძლება ეს ლარის კურსზე აისახოს, შეიძლება ეს ხალ ტოლვილების შიში ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ შორის ბუფერული სახელმწიფოებია და ჩვენ შეგვიძლია რომ ამასობაში გადავაწყოთ ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც სახელმწიფომ და უფრო მეტად დავიცვათ და უშოთ ტოლვილთან აკადებისგან თავი, ვიდრე პირდაპირ ვინც ესაზღვრება იმათ. ვადაბიძინა, მაგ საინტერესოა კიდევ ის მომენტი, ვერ ხვდებიან ამ საფრთხეებს სომხეთსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები და ამ კითხვაზე პასუხი თუ შეიძლება რომ გამცეთ რეკლამის შემდეგ. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ბიძინა გიორგობიანთან ერთად. ბატონო ბიძინა, სომხეთი და აზერბაიჯანის ხელისუფლება ვერ ხვდება, როგორ რისკზე მიდის, თან მით უმეტეს თვალწინა აქვს მას მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში და თვალწინ და ყოველ შემთხვევაში თვალწინ არა, მაგრამ უნდა ახსოვდეს მათ ცხვირწინ საქართველოში როგორი სცენარით მიმდინარეობდა, ხო, მოვლენები. ბუში ჩამოვიდა, შემდეგ ის მძიმე ტექნიკა ჩაიარა ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ იყო 2008 წელი და შემდეგ ძალიან საკმაოდ უსიამოვნო პროცესები განვითარდა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამის მიუხედავად ისინი მაინც და სომხეთს ხო აქვს, როცა რუსეთის ის იყო, ანუ ჩვენ ვიყავით ამერიკის კლიენტი ქვეყანა, რუსეთი იყო, სომხეთი იყო რუსეთის კლიენტი ქვეყანა, ნუ სატელიტს ხმარობენ ამ შემთხვევაში. ახლა სხვა ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, ამ გამოცდილებას არ ითვალისწინებენ თუ ვერ ითვალისწინებენ თუ რის იმედი აქვს? ალბათ უფრო ვერ ითვალისწინებენ. სომხეთი რუსეთის კლიენტი ქვეყანა ეხლაცა. როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ეხლა ისინი კი ამბობენ, ხა ის მათი პრეზიდენტის რაღაცა პროდასავლური საქციელი, რაღაცა პროდასავლური გამოხტომები, რასაც პროდასავლურს ხმარობ მე რაღაც იმ თვალსაზრისით, რომ აი რაღაცა ხო არის, რაღაცა აი ეს არის ესე დასავლურად ორიენტირებული ადამიანი, იმიტომ რომ დასარტყამ ინსტრუმენტებზე ორკესტრი შექმნა და რაღაც ეგეთია, ხო? მათი საქციელი ხლა ვერ ითვალისწინებენ, არ ვიცი ხა ჩვენ ძნელია რომ განსაჭოთ. მოდი ნუ შევაფასებთ. არ ვიცი ხა არ ითვალისწინებენ, უბრალოდ ვერ ითვალისწინებენ, ან არ ითვალისწინებენ. ერთიც და მეორეც. ვერ ითვალისწინებენ, იმიტომ რომ წნეხი არის ისეთი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან, ერთიც და მეორეც.
აზერბაიჯანის და სომხეთის და არ ითვალისწინებენ, იმიტომ რომ ალბათ რაღაც დაპირებებს იღებენ ისეც, რომელიც მათ რისკად უღირთ. თუმცა ეს რისკი იმდენად დიდი საფრთხის შემცველია, რომ არ ვიცი რა იქნება მათ თავს თუ ეს დიდი ომი დაიწყო და ხანგრძლივადიან ომში თუ გადაიზარდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკმარისია ეს გადაცდეს რამდენიმე დღეს ეს ომი, რომ დამთავრდება ძალიან ცუდად. და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და შეიძლება რომ სამხრეთ კავკასიის რუკა სერიოზულად შეიცვალოს. და იცი როცა ვამბობ ჩვენ რომ თქვათ ისინი როცა მე ვსვამ კითხვას რომ რატო არ ითვალისწინებენ თუ ვერ ითვალისწინებენ მე ხარ დიდად ვერ ვიტყვი რომ მათი დარდი მაქვს გაითვალისწინებენ თუ ვერ გაითვალისწინებენ იმიტომ რომ ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტი და გადასაჭრელი პრობლემაა და მათ თვითონ იციან თავიანთი მიზნების შესახებ უკეთ ჩვენზე აისახება ეს და მე ამ თვალსაზრისით ვსვამ მხოლოდ ამ კითხვაზე ეგ საინტერესო წინააღმდეგობა არა კიდევ თურქეთი მაინდამაინც არ უნდა იყოს დაინტერესებული და მას ექსპერტებიც აღნიშნავენ აი ამ ირანზე თავდასხმით ქურთების პრობლემიდან გამომდინარე. აზერბაიჯანი დამოუკიდებლად აქტივობს თუ რაღაც თურქეთის ცოტა შეიძლება ითქვას რომ ინტერესის წინააღმდეგ მიდის თუ თამაშობს ერდოანის თამაშია. საქმე ხლა ექსპერტები არ ჭირდება მაგას თურქეთი პირდაპირ სახელმწიფო დონეზე ოფიციალურად აცხადებს რომ ამას არ უჭერს მხარს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი თურქეთის გარდა არის ძალიან ახლო ურთიერთობაში ყველა თვალსაზრისით და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ისრაელთან. შესაბამისად უცნაური ამბავია. მათი ურთიერთობა ისრაელთან განსაზღვრავს მათ საქციელს ირანის პრობლემას, ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამიტომ მაგ მხოლოდ თურქეთის ფაქტორი არ არის, მაგრამ თუ კი ფიზიკურ დაცვაზე მიდგება საქმე, აზერბაიჯანს თურქეთი რა თქმა უნდა დაიცავს ყოველთვის. შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ დგას სომხეთი. ჩვენ თუ სომხეთს რაიმე საფრთხე დაემუქრება ირანის მხრიდან ეს ჩვენთვის კარგი არ არის, იმიტომ რომ მაშინ როდესაც 4 საუკუნის განმავლობაში სომხეთს სახელმწიფოება არ გააჩნდა და ირანი ჩვენ პირდაპირ საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მიწებს ემიჯნებოდა და ფლობდა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო ეს ჩვენთვის სასიცოცხლო ეგზისტენციალური საფრთხე დაგვიდგა ჩვენ ყოფნა არ ყოფნის ქართველებს. რა თქმა უნდა ჩვენ ბუფერული სახელმწიფო ირანს და საქართველოს შორის ჩვენ ინტერესებში შედის ეროვნულ ინტერესებში და სწორედ ამ ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ რომ სომხეთი დიდი საფრთხის ქვეშ დგას და გულშემატკივრობთ მათ რომ არ დაუშვან რაიმე ისე დიდი შეცდომა რომელმაც შეიძლება შეიწიროს სომხეთის სახელმწიფოებრიობა. თითქმის იგივე ითქმის აზერბაიჯანსაც, იმიტომ რომ ისრაელი შორია აზერბაიჯანიდან და როგორ დაიცავს ისრაელი აზერბაიჯანს იმ შემთხვევაში თუ ხანგრძლივი სისხლისღვრელი ომები დაიწყო სპარსეთის ყურეში და ირანის ტერიტორიაზე და ამ ომში იქნენ ჩართული რაღაც ქურთების სამხედრო ნაწილებიც და შეერაღებული ნაწილებიც და ესე იგი უკვე ყველა წინააღმდეგ რო დაიწყება ომი, იქ რაც სირიაში მოხდა, იქ უკვე ძალიან ძნელია მე რაღაც ინტერესების დაცვა და რაღაც სხვა ეთნიკური ჯგუფის და სხვა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მაგ დროს გადადის ძალიან მეორე იმაში რა ქვია პლანზე და ეს არ იქნება რაც საკვირველია საქართველოს ინტერესებში. საქართველოს ინტერესებში შედის შუა დერეფნის პროექტის განხორციელება და საქართველოს ინტერესებში საერთოდ არ შედის ახლო აღმოსავლეთში ან კიდევ სპარსეთის ყურეში ან სადმე ჩვენ სამეზობლოს რაიმე სამხედრო კონფლიქტი. არანაირად ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი განვითარება და ჩვენ აღარ გვჭირდება ეს ამდენი ფიქრი და ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს გადარჩენისთვის ისტორიული ჩვენი ბრძოლა რამენაირად უნდა შევცვალოთ ჩვენს გონებაში განვითარებისთვის ბრძოლაში და მე ვფიქრობ რომ თუ ეს ომი მაინც დაიწყო და იმდენი იარაღი გროვდება სპარსეთის ყურეში ირანის გარშემო და თვითონ ირანში და ისე ეხმარებიან ირანს სამხედრო და სხვა ტექნოლოგიებით ჩინეთიც და რუსეთიც რომ ძალიან დიდი ალბათობა 50-50-ზეც აღარ არის ალბათ უფრო რაღაც პირობითად თუ ვიტყვით ეხა ამის დათვლა ზუსტად ძნელია მაგრამ რაღაც 60-40-ზე
უნდა ვთქვათ, რომ 40% არის მხოლოდ იმის, რომ იქ რაიმე სამხედრო შეტაკება არ მოხდება. ძალიან დაძაბულია ამ ხრივ ვითარება და ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის. თუ მოიძებნება გამოსავალი, თუ იქნება რაღაც გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და ისეთ პირობებს არ წაუყენებენ ირანს, რომელიც შეუსრულებელია მათთვის, ირანისთვის, მაშინ შეიძლება გადარჩეს ახლო აღმოსავლეთი დიდ სამხედრო დაპირისპირებას. ჯერჯერობით რასაც უჭირავს ეს კონფლიქტი რო არ იწყება საჩქაროდ, ეს არის სამხედრო თვალსაზრისით რთულად მისადგომი ირანის სანაპიროები და ირანის მიერ კარგად კონტროლირებადი ორმუზდის სრუტე, საიდანაც გამოდის მსოფლიო ნავთობის დიდი რაოდენობა. დიდი წილი. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, ეს ფაქტია. იმდენად მაღალია თამასა და იმდენად დიდი სახელმწიფოების და ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები არის იკვეთება აქ. როგორ იქნება თქვენი აზრით ოპტიმალური მოქმედება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რომ მხოლოდ ნამსხვრევები მოხდეს ჩვენ და რაღაც არ აღმოჩნდეთ ეპიცენტრში? ჩვენ ეპიცენტრში არ აღმოჩნდებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ისევ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოა უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა პირველ ეტაპზე უკრაინა შორსაა, ეს ცოტა ახლოს არის. ხო, კი ბატონო, უკრაინასთან დაკავშირებითაც დაუშვით შეცდომები, ჩვენ როდესაც იქ რაღაცა სანქციების ინიციატორები ვიყავით და რაღაცა იქ რუსეთის წინააღმდეგ, არა? რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჰააგის რაღაც, რომელიც საიდანაც საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატებიც გავიდა. ამერიკის შეერთებული შტატებმა ყველაფერი მოამზადა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაწყებულიყო უკრაინაში საომარი მოქმედება და რომ დაიწყო საომარი მოქმედება. ჩაეხსნა, ეხლა უნდა ესო თქვენი საქმეაო, ჩვენ რაც ფული დავხარჯეთ, იმის წიაღისეული დაგვიბრუნეთ აგერ და ეხლა იარაღით უგჭირდებათ, მოკიდით ამ იარაღსო რა. ესეთ ისტორიის მეორედ მონაწილეები რო არ გავხდეთ, ვფიქრობ, რომ ის შეცდომებიც კი რაც დაუშვა საქართველოს უკრაინის ომის დასაწყის ფაზაზე, ისიც არ იქნება ეხლა დაშვებული და თავიდანვე კატეგორიულად იქნება ჩვენს მიერ გაცხადებული ის, რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარე იმ ომში, სადაც საქართველოს ინტერესები საერთოდ არ არის ამ ომში მონაწილეობა ან რომელიმე მხარის მხარდაჭერა, რომ ვართ ნეიტრალურები ამ შემთხვევაში და შემოვიფარგლებით მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით და არც ერთი მხარისთვის ჩვენი ტერიტორიის დათმობა იმისთვის, რომ ერთმანეთს ზიანი მიაყენონ, არ მოხდება და ჩვენი სამხედრო ძალებიც იქნებიან ყოველთვის მობილიზებული იმისათვის, რომ დაიცვან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. და ბატონო ბიძინა, ერთია რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ნეიტრალურები და არც ერთის მხარე არ დავიჭიროთ და მხოლოდ დავეხმაროთ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ჰუმანიტარული მიმართულებით, მაგრამ აი ამ დიდი მოთამაშეებისთვის რამდენად არის ხელსაყრელი ამ ეტაპზე საქართველოს ნეიტრალობა? ჩვენ არ ვართ არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი. მე ვარ, აი თქვენ თქვით რომ აი ორი ჩვენ არც ოდეკაბეს წევრი ვართ, რომ სომხეთს ან სომხეთს დაუჭიროთ მხარი, ან რუსეთის მოთხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე გავატაროთ რუსული სამხედრო, არ ვართ მათი სამხედრო ბლოკის წევრები და ჩვენ მიუხედავად 18 წლიანი ლოდინისა, აი ნატოშიც არ ვართ არა და მადლობა ღმერთს რომ არ ვართ იმ ნატოს წევრები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ რომ ნატოს წევრები ვიყოთ, ბოლნისის, მარნეულის დედოფლის წყაროს და თბილისის ვაზიანის აეროდრომები სავსე იქნებოდა ეხლა იმ ნატოს აი F-ები რო ვახსენე, არა? რეგ F-ები ეხლა იქ რო ყოფილიყო, მაგას აღმოაჩენდნენ აქ ამ ის. არა, მე გულისხმობ, რომ მაშინ ისინი აქ იდგებოდნენ მეთქი. ისე რა თქმა უნდა, აქ ვინმეს ვიზიტი არც იქნებოდა საჭირო, ეს იქნებოდა შენი მოვალეობა უბრალოდ. კოლეგიალური კი არა, იქ სამხედრო მოვალეობაზე უკვე ლაპარაკი, რომელიც ჩვენ დაგვევალებოდა. აი ესე რომ ძალიან მიდიან იმაში ევროკავშირში რომ იძახიან რომ ეს ჩვენი სახლია და ასე შემდეგ ევროკავშირი ეს არ არის ეკონომიკური გაერთიანება უკვე ეგ უკვე გადავიდა სამხედრო ალიანსში და იმ სამხედრო ალიანსში ხა ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს რუსეთს რომელიც შეგვაწყვეტავს ჩვენ უკრაინელები თავიანთი მოთხოვნით შეგვაწყვეტენ რუსებს თუ ევროკავშირის ეგიდით შევაწყდებით რუსეთს ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, არა?
იმიტომ რომ ევროპა აშკარად ემზადება რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და ომისთვის. პირდაპირ ვთქვათ, განსაკუთრებით ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები. მაგრამ ერთ-ერთმა ხო თქვა, ხომ და ვილაპარაკოთ რუსეთთან ეს საფრანგეთმა თქვა. არა, იმანაც თქვა ბალტიისპირეთის რომელიღაც უფრო მე მგონი ლატვია. ეგ რაღაც ისე ეგ მაგათ არავინ, იქ ვინმე ისეთ ქვეყანა, ვისაც ძალა აქვს, იქ სუვერენული ქვეყანა სულ რამდენიმეა ევროპაში. ხო, არა, ეს არის უნგრეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი და ინგლისი, რომელიც თავიანთ აზრებს გამოხატავს. დანარჩენი ქვეყნები არიან მხოლოდ აი ვისი აზრი თქვა, ესე ხო ლატვია ესეთი ინფორმაცია გავცელდა, ხა მე გადამოწევს. ალბათ შიშმაათქმევინა. ალბათ შიშმაათქმევინა მათ, იმიტომ რომ ეგენი ყოველთვის გამოიყენებია, ეგ პატარა სახელმწიფოები ყოველთვის გამოიყენებიან როგორც ბრიტანეთის პროქსი სახელმწიფოები. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ასე ახლაც. ალბათ შიშმაათქმევინა ეგ მაგათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა. და ბრიგზე რა 5 წუთი დაგჭირდა და რომ აი ეს ბრიქსი, ან ბრიქსს აღარანაირი ძალა არ აქვს. ის ხო გაერთიანდა ამდენი ქვეყანა, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღეს. კი ეს არ არის სამხედრო კავშირი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც კავშირი ხო არის. რატომ არის ანუ ეს იდეა გადაინაცვლა მეორე პლანზე თუ საერთოდ ისიც ბრიქსი არის გაერთიანება, ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეანიმაციას ცდილობს და ცდილობს რომ ის წესები, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დააბრუნოს ისევ უკან და ძალაში. იმიტომ იყო რომ აი ახლა ბოლო ბრიქსის სამიტს ესე გულხურულად გამოეხმაურა და ჩავიდა კიდევაც გაეროს გენერალური მდივანი ალბათ იქნება მათ მაინც დამიბრუნონ უკან რაიმე ფუნქციაო, იმიტომ რომ ეგ ფაქტიურად აი ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რაღაც ჩვენ უნდა მაგათო უნდა ცოტა დიეტაზე დავსვათ, აი ესე თქვეს პირდაპირ. ეს ორგანიზაცია არ იყო ისე როგორც 3+3 რაიმე ისეთი კარგად ჩამოყალიბებული და გრავირებული წესებით და მკვეთრად გამოხატული წესებით მოქმედი ორგანიზაცია. ეს იყო და არის კიდევაც ჯერჯერობით უფრო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია. იქ ერთი პერიოდი ლაპარაკი იყო რაღაც საერთო ვალუტაზე, მათ შორის გაცვლის ელექტრონულ საშუალებებზე, თანხების და ურთიერთთან ანგარიშწორების ელექტრონულ საშუალებებზე. ბოლომდის კარგად ვერ განვითარდა ეს და ვერ განვითარდა, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ინტერესები ისე როგორც აი რო ამბობენ თურანი. იქაც აი იმდენი სახელმწიფოა და იმდენი ეროვნული ცალკე ინტერესებია, რომ იქ რაიმე ერთი დოგმატის დანერგვა ძალიან ჭირს. ესე არის ბრიქსის შემთხვევაშიც. თუმცა მაინც პერსპექტივა აქვს მას შანხაის თანამშრომლობის და ბრიქსის ორივე პოლიტიკურ პროექტს რაღაც მომავალი აქვს. რაც შეეხება 3+3-ს, ამ პროექტის მომავალი ჯერ ჩანასახოვან დონეზე იყო, სულ რამდენიმე შეხვედრა შედგა, მაგრამ ისევე მიიჩქმალა და ისევე ისქნა, რა ქვია, დაკარგა აქტუალობა, როგორც შავი ზღვის ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, რომელიც გორბაჩოვის დროს შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში. არის ხოლმე ესეთი თანამშრომლობები, რომლებიც მუდმივი და მარადიული ამ წის ქვეშ არაფერი არ არის და იცვლება იმის შესაბამისად სიტუაციის და გარემოების შესაბამისად. ეხლა ამ 3+3 თავის აქტუალობა აშკარად დაკარგა, ვინაიდან სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო რაღაც სხვადასხვა ქვეყნების ინტერესებს უფრო მეტად ითვალისწინებენ, ვიდრე რეგიონალური სახელმწიფოების ირანი, თურქეთი, რუსეთის და +3 სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. აქ იმდენი ტურბულენტურად განვითარდა ეს მოვლენები განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომ ამ პროექტმა ჯერჯერობით აქტუალობა დაკარგა, თუმცა მომავალში შეიძლება რომ გახდეს ისევ აქტუალური თუ ირანის ომი არ მოხდა დიდი ომი. თუ ირანში დაიწყო დიდი და ხანგრძლივი ომი, იქ რა თქმა უნდა ეს 3+3 კი არა, ბრიქსის მომავალიც იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და ალბათ იქ ბრიქსზე და რაღაც ეგეთებზე ლაპარაკი ვეღარ იქნება. ეს არის უკვე სერიოზული და ძალიან დიდი განსაცდელი მთელი კაცობრიობისათვის. და სხვადასხვა ახლა მახსენდება ბრიქსის სამიტზე ფაშინიანი და ალიევი იყო და ჩვენთან ასევე
ძალიან მოთქვამდნენ რომ აი ჩვენ არ ვიყავით და ფაშინიან და ალიევი იყო არა ჩვენები რო წასულიყვნენ რა უნდათ ბრიქსში არა რა თქმა ის ბუნებრივია მაგრამ ხო იყო ესეც როგორც დადებითად შეფასებული ეს შეზღუდვა რომ ჩვენ მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკური მიმართულებით უნდა ვიყუროთ სადამდესაც 6000 კილომეტრია ჩვენგან დაშორება ხო მაგრამ მაინც კომიკური იყო ვიმოძრაოთ ევროკავშირისკენ რომელთანაც საერთო საზღვარი არ გაგვაჩნია ხო და რომლებიც გეოგრაფიულად არ ეკუთვნის საქართველოს ამ ევროპას და რა უნდა ვქნათ და ჩვენი მეზობლები არიან ისინი ვინც არიან გეოგრაფიას ვერ შეცვლია რა ხო და აი ამბობენ რომ რატო რო წასულიყვნენ ჩვენები და ყოფილიყვნენ იქ თქვენ ნახეთ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის იუბილეზე რო იყო ჩასული ჩვენი პრემიერ-მინისტრი აქ რა ამბავი ატეხეს რო არ ჩასულიყო იტყოდნენ რომ აი არსად არ იწვევენ ბრიქსის შეკრებაზე რო არ ჩავიდნენ, აი ისინი არიან და ჩვენ არა ვართ. ახლა ყველგან ვერ ვიქნები ჩვენ. არა ისინი რო იყვნენ, რა შედეგი მიიღეს რო ახლა ალბათ ახლა უნდა ახლა იქ მას შემდეგ რაც საჯარო წვერი გაიპარსა, ნიკოლ ფაშინიანს უყვარს ეგეთ ადგილებში მოგზაურობები და ალბათ უნდა და ეს მისი საქმე. არა, რა თქმა უნდა ეს მისი საქმე. და ეს არის სომეხი ამორჩევლების საქმე. რომლებმაც უკვე ორი არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს და ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? არა, ჩვენ ვერაფერი ჩვენ მათ საქმეში ვერ ჩავედით. რა თქმა უნდა, რაღაცა კომიკური იყო, ხო იქ ისინი წავიდნენ და ეს რა კარგი იყო და აღმოსაღმოჩნდა რომ იქ წასვლა მათ არაფერში. ხო, აი 21 საუკუნე ამ კომიკოსი პოლიტიკოსების ნაკლებობას არ განიცდის საერთოდ არსად და შესაბამისად ხშირად იქნება ისეთი კომიკური სიტუაციები. და ბატონო ბიძინა, ამის პარალელურად რომ თქვათ აი ძლიერდება სამხედრო წარმომადგენლობა ირანის გარშემო ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე მიმდინარეობს დიპლომატიური ხაზით მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის და იქ უიტკოფი არის ისევ წარმოდგენილი და ტრამპის სიძე. ეს ტრამპის სიძე ხო ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხეს ამერიკის საქმე და ვინც უზის მოლაპარაკებაზე მათი საქმე ბუნებრივია. ეს იმთავითვე ფიქციაა, აი ეს მოლაპარაკებები, რასაჭიროა თუ მაშინ რასაჭიროა იქ სამხედრო ყოფნის გაძლიერება და რაოდენობის გაზრდა თუ ეს შემთხვევა. იმას, როდესაც რაიმე მოლაპარაკებები მიდის, მაშინ მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობს საომარი სამზადისი იქვე და მაშინვე არა. ნორმალურია, ბუნებრივია. ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა. ანუ ეს არნიშნავს, რომ ფიქციაა ის მოლაპარაკებები, შეიძლება იქ რამეზე მოილაპარაკო. არა, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერს ვერ მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ მოლაპარაკებები ხდება მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის მიხედვით და იმის მიხედვით თუ მათ რა ზიანი შეუძლიათ რომ ერთმანეთს მიაყენონ. დანარჩენი ხა იქ თემატიკა იმის რომ დაუშვათ, მოდი იქნებ რამენერად ომს თავი ავარიდოთ და რაღაცა იქნება რაღაც ესეთი ჰუმანური აზრების ჩანჩქერი იქ არ მოდის. იქ არის უფრო ძალების დატოლება, დაუშვათ რომ აი მე შემიძლია გავნო, მე შემიძლია რომ ესე გიპასუხო შენ. და თუ ამას გააკეთებ, მე ამას გავაკეთებ. მხოლოდ ალბათ ამ მიმართულებით თუ შეიძლება რომ იქ მიდიოდეს რაიმე ასე ეგრეთ წოდებული მოლაპარაკება. სხვანაირი მოლაპარაკება იქ მე არ წარმომიდგენია. და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი რა არის ირანში ხანგრძლივი ომის წარმოების ან თუნდაც ხანმოკლე ომის წარმოების? ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ირანში ძალიან ბევრი ინტერესია. იქ არის პირველ რიგში ჩინეთის დასუსტება, მეორე რიგში იგივე ბრიქსის პროექტის მოკლა ამით. და შემდეგ ენერგორესურსები, ახლო აღმოსავლეთის საბოლოოდ დაპატრონება და აი ეს ინტერესები არის მათთვის იქ რაიმე იდეოლოგიური, ახლა რო ყოფილიყო ბაიდენის ადმინისტრაცია იტყოდნენ რომ იქ დემოკრატია გვინდა დავამყარო და ეს არის ჩვენი ინტერესები, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ისინი არ არიან და კიდე ერთი სართული ტყუილისა არ ემატებასევიდან და ესენი პირდაპირ ამბობენ რაც ჭირდებათ და რასაც ითხოვენ. ხო და ეს უკვე გიბიძგებს და უბიძგებს ყველა მოლაპარაკების მაგიდას და მჯდომ მხარეს რომ რეალობა უფრო უკეთ აღიქვას და თავისი ძალებიდან გამომდინარე მოახერხოს რაღაცა გამოსავალი იპოვოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე ძალიან მიხარია, მოხარული ვარ რომ ბევრნი ხართ ჩეთში, მაგრამ დიდი მადლობა რომ მემაგებთ. მაგრამ კარგი იქნება შეკითხვებსაც თუ დაგვისვამდით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ და სტუმარი იქნება ბონდო მძინარაშვილი. ნახვამდის.